გამარჯობა ჩემო ხალხო. სანამ თავარზე გადავალთ, ერთი თხოვნა მაქვს. გამოიწერეთ ეს არხი. ისე ნუ იზამთ, რომ ჩემმა მეზობელმა ანზორამ უფრო ადრე გაიგოს UFC-ის ამბები, ვიდრე თქვენ. თან გამოწერის ღილაკზე დაჭერა უფასოა, ჯარიმას არავინ დაგიწერთ. პირიქით, აი კაცის იმიჯ შეიქმნით. მოკლედ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ. თორემ დეინა ვაიტს ვეტყვი, რომ თქვენი ჩხუბი ჩანიშნოს ვინმე 2 მეტრიან დაღესტნელთან და მერე იდარბიეთ ოქტაგონზე. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. ხალხო, ეს ვიდეო დეინა ვაიტამდე უნდა მივიტანოთ. თუ ეს კაცი ამას ნახავს, მიხვდება, რომ აქ რაღაც გენიალური იხარშება. მართლა ვამბობ, აი როგორც დედა ჩემი ხარშავს საცივს ახალ წელს, მთელი სულით და გულით. მებრძოლობა გინდათ? თუ გინდათ, რომ UFC-ის ისტორიაში რაღაც ისეთი მოხდეს, რაზეც ჩვენი შვილიშვილები სუფრაზე მოყვებიან, მაშინ მისმინეთ. მოკლედ რა ხდება, ჩემო ბოიცი მეგობრებო? თუ მართლა გიყვართ ეს სპორტი, ბოლომდე უყურეთ. იმიტომ რომ დღეს ისეთ სქემას გიხაზავთ, გონი თავად ნოსტრადამუსიც კი დამაკომენტარებდა, აუ რა მოიფიქრეო. UFC 324-დან 2 კვირა გავიდა. გახსოვთ ლეგენდარულმა ჯასტინ გეიჯიმ როგორ გადაუარა იმ პეციან პედი პიმპლეტს? ჩვენ მას უკვე ფუნთუშა პედის ვეძახით, იმიტომ რომ ჯასტინმა აჩვენა, ეს ბიჭი ისეთივე ტკბილი და რბილია, როგორც თონეში ახალგამომცხვარი პური. პედის ფანები ალბათ კითხულობთ, აბა ჩვენი ბიჭი სად არისო? ნუ ნერვიულობთ. პედი წელიწადში ერთხელ ჩხუბობს. თავისი წილი წელს უკვე მიიღო და ალბათ 2027 წლამდე შოკოლადებს შეჭამს და დაისვენებს. ახლა კი მთავარი. ჯასტინ გეიჯი დროებითი ჩემპიონია მსუბუქ-წონაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი შემდეგი გაჩერება ილია თოფურია. ვიცი, ახლა ბევრი არმან ცარუკიანის ფანი ხართ. სხვათა შორის ხინკალზე რომ გეპატიჟებათ, კაცი იმას ცუდი როგორ უნდა უთხრა. მაგრამ ყველას, ვინც იძახის არმანი ილიას ახლავე უნდა ეჩხუბოსო, ერთი რამ ავიწყდებათ. როცა დროებითი კამარი არსებობს, ის პირველია რიგში. თუ რა თქმა უნდა ტომას პინალიuit არ გექცევიან, როცა UFC-ს უნდა რომ ჯონ ჯონს ვიღაც იოლი მეტოქე შეუგდოს. მაგრამ აქ სხვა სიტუაციაა. ბევრი ფიქრობს, რომ UFC-მ სუბუქი წონა არეულ-დარეული დატოვა. ჯასტინს და პედის შანსი მისცეს, არმანი კი გვერდზე გაწიეს. მაგრამ გეუბნებით, ახლა როცა პედიმ წააგო, UFC-ს ხელში ოქროს ბილეთი უჭირავს. პირველი ნაბიჯი, ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი უნდა დააჯახონ White House-ის ქარდზე. ეს ისედაც ჭორების დონეზეა, მაგრამ ჩვენ უფრო შორს მივდივართ. ამავე საღამოს უნდა ჩაინიშნოს არმან წარუკიანი ბენუა სენდენის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ბენუა ახლა ისეთ ფორმაშია, როგორც გაბრაზებული კამეჩი. ზედიძედ 4 მოგება, ყველა ნოკაუტით ან დანებებით. ბოლოს ბენილ დარიუში და დენ ჰუკერი ისე გააგორა თვალის დახმახემა ვერ მოვასწარით. ეს ის ჰუკერია არმანი რომ ძლივს მოუგო ნოემბერში. ეს ჩხუბი იდეალურია. ჯერ ერთი არმანი ფორმაში დარჩება, მეორეც ეს იქნება ნამდვილი გამოცდა. ბენუა 180 სანტიმეტრია, ჯანზია და ჭვიდაობაც იცის. თუ არმანი მას მოუგებს, მისი აქციები ისე აიწევს, როგორც ფასები ბაზარში აღდგომის წინ. თუნდაც ბენუამ მოიგოს, მაინც საინტერესოა, მაგრამ ჩემი გეგმისთვის ჭირდება რომ ილიამ მოუგოს ჯასტინს და არმანი მოუგოს ბენუას. აი მერე იწყება ნამდვილი ქართულ-სომხური ცეცხლი. მოგლით წარმოიდგინეთ ეს სცენარი. სხვათა შორის სანამ გავაგრძელებდე, მეორე პოლკა დავიწყოთ და ერთი თხოვნა მაქვს. დაალაიქეთ ეს ვიდეო. ისე დააჭირეთ იმ ლაიქს, თითქოს თქვენი სითამამეს ამტკიცებდეთ. ლაიქი თქვენგან, მოტივაცია ჩემგან. ვინც არ დაალაიქებს, იმას ილია თოფურიამ დაუნიშნოს სპარინგი. ოღონდ ისეთი, სადაც მხოლოდ ილია ურტყამს. ახლა კი მეორე ნაწილი ჩემოლომებო. სანამ გავაგრძელებდეთ, ერთი წამით შეჩერდით და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ისე ნუ იზამთ, რომ მარტო ყურება გიყვარდეთ. სიყვარულს გამოხატვა უნდა. ლაიქი უფასოა, თან ხელებსაც ავარჯიშებთ, იქნებოდეს მე ოქტაგონზე დაგჭირდეთ ექტითები. მოკლედ, ვინც არ დაალაიქებს, იმას სულ ბოლო წამზე საბმიშენით წაგება დაესიზმროს დღესღამით. დაალაიქეთ? კეთილი. მაშინ მივხედოთ ჩვენს ოქროს გეგმას. აი, აქ იწყება ნამდვილი კინო. წარმოიდგინეთ სიტუაცია. ილია თოფურიამ მოუგო გეიჯის და კამარი დაიცვა, ხოლო არმანმა ბენუა სენდენი დაამარცხა. ახლა რა ხდება? UFC-მ უნდა გააკეთოს ის, რაც წლებია არ გაუკეთებია. გააცოცხლოს პროექტი The Ultimate Fighter. ბოლო დროს ეს შოუ ისე ჩაკვდა, როგორც ძველი ტელევიზორი სოფლის სახლში. მაიკლ ჩენდლერისა და კონორ მაკგრეგორის სეზონმაც კი ვერ უშველა. იმიტომ რომ ყველა მიხვდა, იქ ჩხუბი არ მოხდებოდა. ხალხი დაიღალა ფუჭი დაპირებებით. ჩემი გეგმა ასეთია. ილია თოფურია და არმან ცარუკიანი უნდა გახდნენ ამ შოუს მწვრთნელები. ოღონდ ერთი პირობით. სეზონის ბოლოს მწვრთნელები ერთმანეთს აუცილებლად უნდა ეჩხუბონ. ეს იქნება ნამდვილი აფეთქება. ორი ახალგაზრდა, ამბიციური,
უმაღლესი დონის მებრძოლი, რომლებსაც ერთმანეთი რბილად ხომ ვთქვათ, დიდად არ ეხატებათ გულზე. ეს შოუ მთელ რეგიონს გამოკვებავს ემოციებით. ეს არ იქნება უბრალოდ გადაცემა, ეს იქნება კავკასიური ომი ეკრანებზე. ოღონდ სპორტული და ცივილიზებული. ილია უკვე ნამდვილი სუპერვარსკვლავია. ტიპმა ინსტაგრამის ბიო შეცვალა 15:0-ზე ჯერ კიდევ ვოლკანოვსკისთან ცხუბამდე. აი ამას ჰქვია თავდაჯერებულობა. თან ისეთი ცივი ფრაზები აქვს, კაც ჟრუანტელი დაგივლის. გახსოვთ ჩარლზ ოლივეირას რომ უთხრა, ბოდიში რომ შენ უნდა იყოს შემდეგიო? ან ის რომ 17 კაცი შეეცადა და 17-ვე დამარცხდა? ილია ნამდვილი არტისტია ნოკაუტების საქმეში. მისი ბოქსი კი ისეთივე ზუსტია, როგორც ძველი ქართველი ოსტატის ნამუშევარი. მეორე მხარეს კი გვყავს არმანი. ეს ბიჭი პირდაპირია, როგორც ტყვია. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ბოლო დროს იმდენი ინტერვიუ და ლაივი ჰქონდა, რომ უამრავი ახალი ფანი შეიძინა. ხალხი, რომელიც ადრე მის წინააღმდეგ იყო, ახლა მის ჩხუბს მოუთმელად ელოდება. აი ეს ორი პერსონაჟი რომ ერთ სახლში შეუშვა და მწვრთნელებად დააყენო, რეიტინგები კოსმოსში გაფრინდება. ეს იქნება ჩვენი დროის ჯონ ჯონსი და დანიელ კორმიე, ან ხაბიბი და კონორი. UFC-მ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი და ფული გააკეთოს ამ დაპირისპირებაზე. წარმოიდგინეთ 6 კვირიანი ლოდინი. ყოველ კვირას ახალი სერია, სადაც ისინი ერთმანეთს ნერვებს უშლიან. ბოლოს კი გრანდიოზული ფინალი ტიტულისთვის. ეს შოუ Paramount Plus-ზეც რეკორდებს მოხსნის. ილია და არმანი დღეს UFC-ს ელიტა არიან და მათი დაპირისპირება ისტორიაში დარჩება, როგორც ჩაკ ლიდელისა და ტიტო ორტისი ომები. თავარია დეინამ ისევ არ ჩაფლავოს საქმე, როგორც მაგ გრეგორის შემთხვევაში იქნა. აქ უკან დასახევი გზა არ უნდა არსებობდეს. მწვრთნელებმა უნდა იჩხუბონ. ასე რომ მეგობრებო, ეს არის შანსი, რომ UFC-მ დაიბრუნოს თავისი ძველი დიდება და ნამდვილი ჰარდკორ ფანები გაახაროს. ილიას ტექნიკა არმანის ხასიათის წინააღმდეგ. ეს ისეთივე კლასიკაა, როგორც ხინკალი და ლუჯა. მოკლედ ველოდებით მოვლენების განვითარებას და იმედია დეინა ვაიტი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მაინც მოეგება გონს. ახლა კი ფინალური აკორდი, ჩემოლომებო. სანამ დავასრულებდით, ერთი წამით შეჩერდით და დაწერეთ კომენტარი. ნებისმიერი რამ, თუნდაც ერთი სმაილიკი, ან დაწერეთ თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებს ამ კავკასიურ დერბიში. კომენტარი ისე ჭირდება ამ ვიდეოს, როგორც მებრძოლს წონის დაკლების მერე ერთი კარგი ხაჭაპური. ვინც კომენტარს არ დაწერს, იმას სულ ნიჩიაზე დასრულებოდეს ჩხობები და მოგების გემო ვერ გაეგოს. დაწერეთ, ხო და მივაწვეთ ბოლომდე. მოკლედ ხალხო, ეს იდეა არ არის უბრალოდ ფანტაზია, ეს არის UFC-ს გადარჩენის გეგმა. წარმოიდგინეთ 6 კვირიანი მარათონი, სადაც ყოველ კვირას ვხედავთ, როგორ იძაბება ურთიერთობა ილიოსა და არმანს შორის. ეს არ იქნება ისეთი მოსაწყენი სეზონი, სადაც მწვრთნელები ერთმანეთს თავაზიანად ეღიმებიან. აქ იქნება ნამდვილი ცეცხლი, ნამდვილი ემოცია და რაც მთავარია, ნამდვილი სპორტული აზარტი, რომელიც ოქტაგონზე დიდებულ სანახაობად გადაიქცევა. მთელი მსოფლიოს სტრიმერები და ბლოგერები მხოლოდ ამაზე ილაპარაკებენ, აი ნახავთ. ჩვენ გვჭირდება, რომ დეინა ვაიტმა ეს დაინახოს. ეს ბავშვი, ანუ მე, მართლა გენიალურ რაღაცას ხარშავს აქ. დეინა, თუ გინდა რომ UFC ისევ ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ხაბიბის და კონორის დროს იყო, აი შენი შანსი. ნუ დააყენებ მაიკლ ჩენდლერივით ხალხს მოლოდინის რეჟიმში წლობით, ჩანიშნე ილია და არმანი, მიეცი მათ მწვრთნელობა და მერე აყურებინე მთელ სამყაროს, როგორც ყდება მსუბუქი წონის ბედი. თუ თქვენ მართლა ამ სპორტის გულშემატკივრები ხართ, ერთი დიდი თხოვნა მაქვს. გადადით დეინა ვაიტის ინსტაგრამზე და მონიშნეთ ეს ჩვენი ძია ფესტერი. დაუწერეთ კომენტარებში, რომ მან აუცილებლად უნდა ნახოს ეს ვიდეო. უთხარით, დეინა გაიღვიძე, ილია და არმანი გჭირდება Ultimate Fighter-შიო. მოდით ერთად ავტეხოთ ეს ხმაური, რომ მერე ყველამ ერთად ვისიამოვნოთ ამ ისტორიულ მომენტით. მეგობრებო, სანამ ბოლო ნაწილზე გადავალთ, ერთი უმორჩილესი თხოვნა მაქვს. დაწერეთ კომენტარი. ნებისმიერი რამ, სმაილიკი, პროგნოზი ან თუნდაც თქვენი საყვარელი ხინკლის რეცეპტი. მთავარია ალგორითმა დაინახოს, რომ აქ ხალხი დუღუს. ვინც კომენტარს არ დაწერს, იმას სულ split decision-ით წაგება დაებედოს და მსაჯების იმედად იყოს მთელი ცხოვრება. დაწერეთ? კაი კაცები ხართ. ახლა კი დავასრულოთ ეს სქემა. მოკლედ ხალხო, ეს იდეა არ არის უბრალოდ ჰაერზე ნასროლი სიტყვები. ეს არის UFC-ს გადარჩენის გეგმა. წარმოიდგინეთ 6 კვირიანი მარათონი, სადაც ყოველ კვირას ვხედავთ, როგორ იძაბება ურთიერთობა ილიასა და არმანს შორის. ეს არ იქნება ისეთი მოსაწყენი სეზონი, სადაც მწვრთნელები ერთმანეთს თავაზიანად ეღიმებიან. აქ იქნება ნამდვილი ცეცხლი, ნამდვილი ემოცია
და რაც მთავარია, ნამდვილი სპორტული აზარტი, რომელიც ოქტაგონზე დიდებულ სანახაობად გადაიქცევა. მთელი მსოფლიოს სტრიმერები და ბლოგერები მხოლოდ ამაზე ილაპარაკებენ, აინახავთ. ჩვენ გვჭირდება, რომ დეინა ვაიტმა ეს დაინახოს. ეს ბავშვი, ანუ მე, მართლა გენიალურ რაღაცას ხარშავს აქ. დეინა, თუ გინდა რომ UFC ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ხაბიბის და კონორის დროს იყო, აი შენი შანსი. ნუ დააყენებ მაიკლ ჩენდლერივით ხალხს მოლოდინის რეჟიმში წლობით. ჩანიშნე ილია და არმანი, მიეცი მათ მწვრთნელობა და მერე აყურებინე მთელ სამყაროს, როგორ წყდება მსუბუქი წონის ბედი. თუ თქვენ მართლა ამ სპორტის გულშემატკივრები ხართ, ერთი დიდი თხოვნა მაქვს. გადადით დეინა ვაიტის ინსტაგრამზე და მონიშნეთ ეს ჩვენი ძია ფესტერი. დაუწერეთ კომენტარებში, რომ მან აუცილებლად უნდა ნახოს ეს ვიდეო. უთხარით, დეინა გაიღვიძე, ილია და არმანი გჭირდება Ultimate Fighter-შიო. მოდით ერთად ავტეხოთ ეს ხმაური, რომ მერე ყველამ ერთად ვისიამოვნოთ ამ ისტორიულ მომენტით. ეს იქნებოდა რაღაც წარმოუდგენელი, რაღაც ისეთი, რაც თანამედროვე UFC-ს ჰაერივით ჭირდება. ილია თავისი ესპანური შარმით და ქართული ჟინით, არმანი თავისი პირდაპირობით, ეს არის კოქტეილი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და ყველას დაგწვავს. მადლობა რომ მიყურეთ, მადლობა რომ ხართ ამ დიდი ოჯახის პარტი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დალაიქება და ის კომენტარიც არ გამიმაზოთ, თორემ გული დამწყდება. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც იმედია უკვე ამ ჩხუბის ოფიციალურ ანონსს განვიხილავთ და ერთად აღვნიშნავთ. აბა დროებით ჩემო მებრძოლებო, გამარჯვებას გისურვებთ ყველას.